საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, პრეგაბალინი, ალფა-პვპ, მორფინის ფუძე, კოდეინის ფუძე, ფენტალინი, გამომშრალი მარიხუანა. 8 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აქვეთას ითვალისწინებს. 6 პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აქვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.